აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაციას საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ითვალისწინებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე აფხაზეთიდან დროებით დევნილებისთვის სხვადასხვა სახის გადასაადგილებელი საშუალებებით დახმარებას. დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ასოციაციის თავმჯდომარე მაია კვეზერელმა მოაწერა. შეხვედრის მიმდინარეობა სოციალური სამმართველოს უფროსი ირმა ბერაია ესწრებოდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დროებით დევნილებს 200-მდე გადასაადგილებელი საშუალება გადაეცათ. თანამშრომლობა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გაგრძელდება. ვაგრძელებ თანამშრომლობას საერთაშორისო ასოციაციასთან საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის დღეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოეწერა ხელი. აღნიშნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით ჭიდროთ დღეს მდგომარეობით 200-მდე ჩვენ პროექტის ბენეფიციარს გადაეცეთლები. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქალბატონ მაიას ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის და კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. ჩვენ არ შეგვიწყვეტია არც ერთი დღით დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირთა და აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროსთან ურთიერთობისა. ეს არის შეშმო პირთა დახმარება ეტლებით, გადასაადგილებელი ჩარჩოებით, ხელჯოხებით, რომელსაც ჩვენი დონორი ორგანიზაცია გვაწვდის. გარდა ამისა, ბატონ ლაშასთან საუბრისას სხვა მიმართულებებსაც გავამახვილეთ ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენი დონორი ორგანიზაციები ჩართული არიან სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რომელიც ეხება როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო დაწესებულებას.